მაშას ჟურნალისტიკიდან ბიზნესში წასული ვახო ნიკოლავა პრემიუმ კლასის ვილებს რამდენიმე წელია აშენებს. ახლა მომავალში კი მსგავსი მშენებლობის წამოწყებას ვაშინგტონში გეგმავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანი ამბობს, რომ ბიზნესში მას პარტნიორები არ ჰყავს, თუმცა კარგი გუნდი და სწორი მენეჯმენტი წარმატებისთვის საკმარისია. რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი იუსტიციის სამინისტროს პროექტში ყველაზე აქტიური მონაწილეობისთვის და ყოფილი პატიმრის დასაქმებისთვის დააჯილდოვეს. რუბრიკაში უხასტუხოთ ვახო ნიკოლავა, ბიზნესმენის ექსტრემალური სპორტისა და სამომავლო გეგმების შესახებ თიკა ანდღულაძე მოგვიყვება. ტელეეკრანიდან პირდაპირ დიდ ბიზნესში ერთ დღესაც ვახო ნიკოლავამ ტელეწამყვანობაზე უარი განაცხადა და ჩაფხუტი დაიფარა. სამშენებლო კომპანია ჯეოკოს დამფუძნებელი რუბრიკაში უხავსტუხოთ. გამარჯობა ბატონო ვახო. მეც მაქვს შანსი რომ ჟურნალისტიკიდან ბიზნესში წავიდე. რამდენად მარტივი არის ამ გადაწყვეტილების მიღება? ძალიან მარტივია, როდესაც ადამიანს რაღაც გინდა გააკეთო. განხორციელება. განხორციელება დამოკიდებული არის უკვე ბევრ რამეზე. ეს არის სურვილი, ეს არის მიზანი, ეს არის გარკვეული კაპიტალი და ეს არის გუნდი, რომელიც უნდა ყავდეს. თქვენ აირჩიეთ არა კორპუსების, არამედ კერძო სახლების საშენება, პრემიუმ კლასის ვილების. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? უფრო მეტი მომხმარებელი ყავს თუ კონკურენცია ნაკლები ამ სფეროში? კონკურენცია არ არის პატარა და ძალიან კარგი რო არ არის პატარა, მაგრამ ჩვენ ვაშენებთ პრემიალური კატეგორიის სახლებს. ჩვენი მიმართულებაა კერძო სახლები გარკვეულწილად დაიწყება. ეხლა ქალაქიდან გასვლა, ურბანულად იმდენად დატვირთულია თბილისი, რომ უნდა დაიწყოს და გაიშალოს თბილისის შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაშენებთ ესეთი ტიპის დასახლებებს. თქვენი საქმიანობა იმითაც გამოირჩევა, რომ ყოფილი პატიმრები ყავთ დასაქმებული. სულ რამდენია ყავთ ამჟამად დასაქმებული და რა პროგრამა არის ზოგადად? 11 ესეთი ადამიანი ყავს დასაქმებული. პროგრამა ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო და ბიზნესი ვეხმარებით, ასე ვთქვათ, ჩვენი სურვილისამებრ, რამდენი ადამიანიც გვინდა, შეგვიძლია წამოვიყვანოთ, ვამუშაოთ. ბევრი ვერ გარისკავდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. არ შეგეშინდეთ თქვენ როდესაც? იცი, არ არის ეს ახლა რისკს ამას ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ რისკი ბიზნესში საერთოდ მიღებული არის. შესაბამისად ახლა რო ვთქვათ, რომ რამით განსხვავდებიან ეს ბიჭები უარყოფითი თვალსაზრისით, არა, პირიქით, უფრო მეტი мотиваცია აქვს, უფრო მონდომებული არიან, რომ ასე ვთქვათ, ჩაეწერონ იმ საზოგადოებაში, რა საზოგადოებას მათ ნებით უნებლიეთ გარკვეული დროის წინ დატოვეს. 4 წელი მომეწია ყოფნა საპრობლემოში და ეს გამოსვლის შემდეგ, გადასვლების შემდეგ გამიჭირდა რა სამსახურის ზებნა, გავეცანი მე რა აგერ კომპანიის დირექტორს ახოს და ნამდვილად არ მეგონა რომ რავის ესეც საპასუხისმგებლო საქმე ჩამაბარდნენ და რავის აგერ ბრიგადას უდგავარ თავში და ეს მაზლს მე სტიმობს რომ აგერ დაბრუნდა იქ საპრობლემში და რავის ჩემი ხელფასი მაქვს ოჯახს ვარჩენ მატერიალების შემდგომ მოხდები ხართ როგორც ამ პროგრამის თავარი ამ ეტაპზე პარტნიორი ბიზნესმენი